მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, გადაცემა დარცი აჭარის ტელევიზიის ეთერში, ისევ თქვენს ტელეეკრანებზეა. მოგესალმებით აჭარის ტელევიზიისა და გადაცემა დარცის მაყურებლებო. მიხარია რომ დარცის ამ სეზონზე ბევრ საინტერესო ამბავს ერთად გავიგებთ. ხოლო დარცის როგი უსწრელია. ვიყურეთ ყოველ კვირას 18 საათსა და 20 წუთს. როგორც უკვე იცით, დარცი ძალიან ბევრ ახალ საინტერესო იდეას და სიახლეს გიმზადებთ. ამიტომ დარჩით ჩვენთან ერთად. თუმცა ის ისევ რჩება გასართობ შემეცნებით გადაცემად, სადაც ჩვენი თანატოლები ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებენ და თან გაგვიზიარებენ. და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია ლიზი ჯაიანი, 17 წლის მსოფლიო ჩემპიონი კიკბოქსინგში. კი. წავედით და გავესაუბროთ. გავიგოთ მეტი მის შესახებ. ძალიან საინტერესო გადაცემა გველოდება წინ. უკვე მოვედით ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმართან ლიზი ჯაიანთან. ძალიან მაგარი ლიზი, ოღონდ პირდაპირ მნიშვნელობით ძალიან მაგარი. ხელი შემოწმევიდან და ვიგიზენით უკვე ეს სიმაგრე. გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმე. პირველ რიგში დავიწყოთ, ვინ არის ლიზი ჯაიანი? მოგესალმებით და მივესალმებით თქვენ ტელემაყურებელს. მე ვარ ლიზი ჯაიანი, მოკრივე კიკბოქსიორი ბათუმიდან, ზედმეტსახელად რკინის ლედი. ლიზი როგორ დაიწყო და რა ასაკიდან დაიწყო შენი და ზოგადად სპორტის და შემდეგ უკვე ამ სპორტის სახეობის ურთიერთობა? თავიდან ქართულ სკოლაზე ვიყავი შესული, 3 წელი დავდიოდი. შემდეგ 14 წლის ასაკში გადავინაცვლე უკვე ამ სპორტში კიკბოქსინგში, ჯერ თავიდან შევედი კრივზე, ჩემი მწვრთნელი ვაჟა თურმანიძე კიკბოქსინგთან სასწავლიდა და შევეცადე რომ იქიდანაც გავსულიყავი შეჯიბრებებზე, კრივში იქნება შეჯიბრება აქ გავდიოდი, კიკბოქსინგშიც იქნება შეჯიბრება, ვცდილობდი რომ იქაც გავსულიყავი და გამარჯვებები დამეგროვებინა უფრო მეტი. ანუ 14 წლის ასაკიდან 17 წლის ხარ ახლა? კი. და უკვე ხარ 17 წლის, ეს ასაკია უკვე რომ შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ. უნდა წავიკითხო, იმიტომ რომ ზეპირად ვერ ვიტყვი. ხარ საქართველოს ჩემპიონი კიკბოქსინგში, საქართველოს სახელით 5 გზის სომხეთის ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის ჩემპიონი და ახლა მსოფლიო ჩემპიონი 70 კილოგრამ კატეგორიაში. რამე ხო არ გამოგვრჩა? გამოგვრჩა არა ხო? აი რამდენი ხანი უთმობ დღის განმავლობაში სპორტს დროს? სპორტი ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდ ნაწილს იკავებს. მინიმუმ 3-4 საათი მაინც მიწევს ვარჯიში. მაგრამ ვცდილობ რომ ყველაზე მეტი დრო მაინც სპორტს დავუთმო, იმიტომ რომ პირველ რიგში პრიორიტეტად მაქვს დაყენებული სპორტი და მაქვს მიზნები, რომლისთათვის თავს არ ვზოგავ რომ მივახციო. აი ამ ჩამონათვალში ვერ მოვისმინეთ ევროპის ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონი რატო არ ხარ ამ ეტაპზე? ევროპის ჩემპიონატზე კიკბოქსინგში გასულები არიან ჩემი გუნდელები, მაგრამ იმ მომენტში ესე ძალიან არ ვიყავი მე პროფესიონალურ დონეზე არ ვთხოვდი და ეგ შეჯიბრება გამოტოვე და პირდაპირ სოფლიოზე გადავინაცვლე და ისე ეგეთ რაღაც მე არ ვსვენია რომ ევროპის ჩემპიონობა გამოვეტოვებინა პირდაპირ სოფლიოზე. არა, ევროპის ჩემპიონატიც იქნება და იქაც მივიღებ, მაგრამ ეხლა იქნება. მანამდე სოფლიო მოვიგე. და მაინც ამდენი ჯილდოს მიუხედავად, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ჯილდო რა არის, რისთვისაც ახლა შენ ვარჯიშობ ამდენს, ან რა გინდა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის? უკვე მიიღებ სოფლიო. სოფლიო ჩემპიონატი არის ამ კიკბოქსინგში ყველაზე დიდი ტიტული, რაც კი შეგიძლია რომ მიიღო, მაგრამ მე მაქვს მიზნად დასახული UFC-ს კარიერა რომ გავაგრძელო იქა და დავეუფლო UFC-ს კამერს. წარმატებები და მე მგონი კი არ გაგვიკვირდება. აუხდენელი უსმება საერთოდ არ არის. სურვილი მაქვს პირველი ქალი ვიყო, ვინც UFC-ს კამერს დაეუფლება. ქართველი. კი. ლიზი, აუცილებლად უნდა გითხოთ შენი მომავალი პროფესიის შესახებ, იქნება ეს სპორტი, მე მგონი უფრო ეს სპორტის სახეობა იქნება თუ სხვა პროფესიას ვფიქრობ. ეხა რამოდენიმე თვეში ხვდებით 18 წლის, გადავდივარ უკვე პროფესიონალ ბრძოლებზე. ჯერ გავაგრძელებ აქ მოღვაწეობას კიკბოქსინგში, ცოტა ჭიდავსაც ვისწავლე და შემდეგ ვაპირებ გადავიდე ბრძოლა-წესების გარეშე MMA-ში. ან ბოლომდე სპორტს მიყვები, რა თქმა უნდა და სხვა პროფესია არ განიხილება, ხო? სხვა პროფესია დიდად არ მიზდავს, იმიტომ რომ როცა ვარ ამ სპორტში პრიორიტეტად მაქვს დაყენებული პირველ ადგილზე არის, რომ მივახწევ იმ მიზანს, რაც მაქვს ჩაფიქრებული და არ გადავუხვევ სხვა გზაზე.
ეს ისეთი სპორტის სახეობაა, კიკბოქსინგი, კრივი, შერეული ორთაბრძოლები, აშკარად ძალიან დიდ სირთულეებთან უნდა იყოს დაკავშირებული. აი შენ შემთხვევაში რა სირთულეებზე აქ საუბარი? კიკბოქსინგში მით უმეტეს, როდესაც გოგო ხარ, ძალიან ბევრი სირთულე ხდება. დღევანდელ საზოგადოებაში არც არის მიუღებელი, რომ ქალი იყოს ამ სპორტში, მაგრამ ვცდილობ, რომ ყველას დაუმტკიცო, რომ ქალებს იმაზე მეტი შეგვიძლია და იმაზე ძლიერებებად, ვიდრე სხვას გონია ეს. ძალიან დიდი სირთულეების გატანა მიწევს, იმიტომ რომ ბიჭების გარემოცვაში ვარ და გოგო პარტნიორი არ მყავს. მაგრამ ვცდილობ, რომ ეგ ჩემთვის პრიორიტეტულია, იმიტომ რომ როდესაც ბიჭებში ემზადები, უკვე ადვილი არის შენი გოგო მოწინააღმდეგის დამარცხება და ეგ ჩემთვის დიდი პლუსია. აი ამ თემასთან დაკავშირებით რომ მოგვიყვე, ახსენე რომ ბიჭების გარემოცვაში გიწევს ვარჯიში, სპარინგი, როგორ შეგცვალა ამან, რა გამოიწვია, როგორ გააძლიერა და აი ეს ყველა დეტალი რო გითხრა. მე 5 წელია უკვე ამ სპორტში ვარ, ერთადერთი გოგო ვარ თვითონ დარბაშიც და საქართველოს ერთადერთი გოგო ვარ კიკბოქსიორი ვინც არის. აი გავავიცოდი. ეგ არც. თავიდან არც ისე ძალიან ნაზი არც ყოფილ ვარ და არ შევცვალ როგორც ვიყავ ისეთ რომ უბრალოდ ბიჭების გარემოცვაში უფრო გავძლიერდი და უფრო მეტი შანსი მომეცა რომ გოგოები დამემარცხებინა შეჯიბრებებზე. ქალი კიკბოქსინგის საზოგადოება უფრო ვცლად რომ მოგვიყვა, როგორი მიმღებლობა აქვს და როცა იგებენ შენ ხარ ქალი ჩემპიონი ამ განხრით, სპორტის ამ განხრით, რა რეაქცია აქვს ხალხს? დღევანდელი საზოგადოება, როდესაც იგებს რომ ვარ მოკრივი და კიკბოქსიორი, ძალიან ნეგატიური აზრები მოდის, იმიტომ რომ არავის არ წარმოუდგენია გოგოს ამ სპორტში, მით უმეტეს ძალიან რთული სპორტია და ამბობენ რომ მამაკაცური სპორტია და ქალები აქ არ უნდა იყვნენ. ხშირად სვენია ადამიანებისგან მოსმენილი აზრები, რომ გოგო ვარ, რა მინდა ამ სპორტში, ან ცხვირი გამიფშვება დავიკუნთები სხეულზე და რაღაც, მაგრამ არც არ ვითვალისწინებ ეგეთ ადამიანების აზრს და მივყვები ჩემს აზრს, რაც მინდა რომ მივახციო, რაც გულში მაქვს ჩანაფიქრი, ვცდილობ რომ მხოლოდ იმას დავუთმო ყურადღება. ეგრეც უნდა იყოს წარმატებები. გარდა სპორტის ამ სახეობისა, თუ გაქვს სხვა ინტერესები და რისკეთება გიყვარს გარდა კიკბოქსინგისა? სხვა ინტერესები კიკბოქსინგის გარდა არ გამოჩნდა, მაგრამ თავისუფალ დროს ვცდილობ რომ მეგობრებთან გავატარო დრო, იმიტომ რომ დიდად არ მაქვს დრო კვირაში 6 დღე ვარჯიშობ და 1 დღე მაქვს დასვენება. და ვცდილობ რომ იმ დასვენების დღეს ყველაფერი ერთდროულად მოვასწრო, მეგობრებთანაც ვატარებ დროს, ოჯახთანაც ვატარებ და ვცდილობ რომ ერთ დღეს ჩავატიო ის ყველაფერი, რაც მინდა რომ გავაკეთო ერთ კვირაში. დიახ, რო ჩავეკითხო შეიძლება? მიდი. აი მეგობრები და ოჯახის წევრები ახსენე და აი როგორ მიიღეს ეს შენი დამოკიდებულება, ეს შენი აზრი, რომ უნდა გააგრძელო პროფესიონალური მოღვაწეობა კიკბოქსინგში, კრივში? ოჯახში თავიდანვე უნდათ რომ სპორტი დაუკავებულიყავიან რამით, როდესაც გამოვხატე ეს აზრი რომ მინდოდა სპორტში შესვლა, არც კი დაუყოვნებიათ ისე შემიყვანეს. მნიშვნელოვანი სპორტში მნიშვნელოვანია ოჯახის გვერდში დგომა, იმიტომ რომ ძალიან დიდ როლს ასრულებს გვერდში დგომა ადამიანის. ყველანაირად ცდილობენ რომ გვერდში დამიდგნენ. ჩემი პირველი ადამიანი, ვინც გვერდში მიდგება, მამა ჩემი არის, ჩემი მოტივაცია არის ადამიანი. ვცდილობ ოჯახის და მეგობრების ყველა იმედები გავამართლა, რასაც ჩემზე ამყარებენ. ან მეგობრებს როგორი დამოკიდებულება? უკვე გაამართლეობთ. ხო არ გირეკავენ აი რაღაცა პრობლემა გვაქვს. დიდი ალბათობით ყოველთვის ეგრე ხდება. ეგეთ შემთხვევებში მიკავშირდებიან, ანუ ისედაც ერთად ვართ, მაგრამ ეგეთ შემთხვევაში სულ მეგობრის გვერდით უნდა იყო, გასაჭირში თუ არ იყო, ცხინში აბა რა გინდა. მაგრამ ვცდილობ რომ ყველანაირად დავუდგე გვერდში და დავეხმარო ეგეთ მომენტებში, მაგრამ თავსაც ვიკავებ ცოტა, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ტექნიკებიც ვიცი, რომ ადამიანისთვის სახიფათო არის და ვცდილობ რომ ჩემი ტექნიკა გარეთ არ გამოვიყენო და ქუჩაში თავს ვიყავ ამისგან. როგორც ვიცი, არ შეიძლება, ხო, პროფესიონალი მებრძოლისთვის ქუჩაში ესე გამოყენება და იმედი არ გამოიყენება. კი, ქუჩაში აკრძალული გვაქვს, მაგრამ თვითონ მწვრთნელი გვასწავლის ისეთ ილეთებს, რაც კი შეიძლება ქუჩაში გამოიყენო და ადამიანისთვის ძალიან სახიფათო არის. აჰა. ანუ რამე ჩვენ შეიძლება ხო გადაცემის მერეც რო ვიმეგობროთ და თუ რაღაცა უცებ აი ლიზი ჩემი მეგობარი ახლა გადავრეკავ და უცებ მოხვალ ხო?
აი გავითვალისწინ. შენ დასაწყისში ახსენა შენი მწვრთნელი და ალბათ ძალიან დიდ როლს ასრულებს შენს ცხოვრებაში, შენს მიღწევებში მწვრთნელი, პედაგოგი. რომ მოგვიყვე მის შესახებ? ჩემი მწვრთნელი თავდაპირველად ვისგან დავიწყე ვარჯიშარის ვაჟა თურმენზე, რომელიც ძალიან დიდ როლს ასრულებს ჩემს წარმატებაში. სრულიად არაფრისგან შექმნა ჩამოყალიბებული ქალი მებრძოლი. მამა ჩემი 1 წლის და 10 თვის წინ გარდაიცვალა. იმის მერე ძალიან მამასავით მიდგას გვერდში და არასდროს არ მიუტოვებიო გასაჭირში. ვცდილობს, რომ თუნდაც სპორტის გარეთ ყველანაირად გვერდში დამიდგეს. თვითონაც აქვს ნათქვამი, რომ თუ სპორტს ძალიან ვერთავს, იმას მაინც გააკეთებდა და მიმიყვანდა იმ მიზნამდე, რაც მაქვს მე ჩაფიქრებული. ეხლა ამჯერად ესტონეთში არის და მეც ეხლა ცოტა ხანში რამოდენიმე თვეში ვაპირებ, რომ ესტონეთში წავიდე და იქ გავაგრძელო ვარჯიში. კი. ხომ არ არსებობს დღეს ისეთი ადამიანი, ისეთი მოწინააღმდეგე, რომლის დამარცხებას გინდა კონკრეტულად ერთი მოწინააღმდეგის ან აი რომელ რინგზე გინდა ჩხუბა? საქართველოში მით უმეტეს აჭარაში პირველი მანდილოსანი ვარ, ვინც კიკბოქსინგითაა დაკავებული. საქართველოში კონკურენცია არ მაქვს, ვინც ყავდა წონაში, ყველა ვესადი რომ მომეშორებინა და არავის აღარ აქვს სურვილი რომ გამოვიდეს და რევანში აიღოს. სურვილი მაქვს UFC-ს რინგზე რომ ვიჩხუბო და გამოცდილება მივიღო. იმიტომ რომ ჩემთვის ყველა ბრძოლა გამოცდილებას უდრის და რაც უფრო მეტი ბრძოლა მექნება ჩატარებული, მით უფრო დიდ გამოცდილებას ვიღებ და ძალიან კარგია ეგ ჩემთვისაც. ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ხალხს არ უნდა უკვირდეს ქალის უპირატესობა, იმიტომ რომ შუა საუკუნეებში, როცა მსოფლიოში ქალს არავინ არაფრად არ თვლიდა, ჩვენ მე-12 საუკუნეში გვყავდა მეფე ქალი ამ ტიტულით და მეფე. კი, არა დედოფალი. ხო, არა დედოფალი, მეფე. და აი რას ფიქრობ ახლა რა შეიცვალა საზოგადოებაში, რატომ არ შეჯერათ ქალის ამის შესახებ რომ მოგვიყვარ? დღევანდელ საზოგადოებაში ადამიანის პრიორიტეტად აქვს ფრაზა, რომ მამაკაცი ქალზე ბევრად ძლიერია და ვერაფერს ვერ მიაღწევს. ისტორიული მოვლენებიდან მოყოლებული დღესდღეობით ვამტკიცებთ, ყველა სპორტში არის ქალი სპორტსმენი, ვინც წარმატებულია და დიდ წარმატებებს მიაღწია. ყველანაირად შევეცდები, რომ ოდესღაც საქართველოს ისე იზეიმოს ჩემი გამარჯვება, როგორც მერად ვალიშვილია და მოვუწოდებ, რომ დაიმახსოვრონ ჩემი სახელიგვარი, იმიტომ რომ მჯერავს, რომ მივახწევი მიზნებს, რაც მაქვს ჩაფიქრებული და ოდესღაც UFC-ში ჩემი სახელიგვარი გაჟღერდება. საქართველოს კრივის ისტორიაში 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა გურულმა მიაღწია ყველაზე დიდ წარმატებას, მოიპოვა ოლიმპიური მედალი. აი ამ მოვლენას როგორ შეაფასებ, რას ფიქრობ, როგორ თვლი, როგორია დღესდღეობით საქართველოში კრივის და სპორტის ამსახეობების განვითარება? დღესდღეობით საქართველოში ლაშა გურული საუკეთესო მოკრივე მამაკაცი არის, ვინც ამდენი ხნის მანძილზე პირველად ისტორიაში მედალი მოიპოვა. მე მგონია, რომ ჩვენს ქვეყანას ყველანაირი შანსი აქვს, რომ კრივში მივუწოდეთ ძალიან დიდ წარმატებას და ყველა სპორტსმენს შეუძლია, რომ მიაღწიოს ოლიმპიურ ჩემპიონატზე გასასვლელად, რისი მაგალითად ლაშა გურული არის. და შეუძლია თავიდან ჩემი მიზანიც ოლიმპიური ჩემპიონობა იყო, უბრალოდ ცოტა მე გადავიხარე UFC-სკენ, რადგან კიკბოქსინგს გადავედი. ახლა გადავედით ჩვენი გადაცემის ყველაზე მეტნაკლებად არაფორმალურ ნაწილზე, რომელიც არის ჩემი საყვარელი და ალბათ შენიც, ალბათ მაყურებლის, იმიტომ რომ უფრო სხვანაირად ვიცნობთ ხალხს და უფრო სასაცილო და სახალისოა. მოდი დავიწყოთ. პირველი კითხვა. საყვარელი ფილმი. საყვარელი ფილმი, რა ვიცი, ცხოველები ძალიან მიყვარს და ჰაჩიკო. ყველაზე ცუდი ფილმი, რომელიც გინახავს მაშინ? ცუდი ფილმი ესე ვერ გამოვარჩი, იმიტომ რომ ყველა ერთნაირია ჩემთვის. სიტყვა, რომელიც ყველაზე კარგად აღწერს. გაბედული. ზებუნებრივი უნარებიდან რომლის ქონას ისურვებდი? ტელეპორტაცია. და მიწიერი უნარებიდან რას დაიმატებდი, რომ გქონდეს ამის საშუალება? უფრო მეტ ძალას თუ ალბათ ისევ ძალას. თუ გოგოს სპარინგ პარტნიორებს?
არა, ძალას. ძალა. მაინც პრიორიტეტი. რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად ადამიანში? ორპირობა. რომელი ცხოველი იქნებოდა შენი აზრით ყველაზე გამაღიზიანებელი საუბარი რომ შეეძლოს? ალბათ კატა. ოდესმე შეცდომით თუ გაგიგზავნია შეტყობინება არასწორი ადრესატისთვის. ეგეთი შემთხვევა არც არ დამემართნია, იმიტომ რომ ყოველთვის დაკვირვებულად ვუკვირდები ყველაფერს, რას ვაკეთებ და ვისთან ვაგზავნი. ეგეთ რაღაცას და იმედია არც რასოს არ დამემართება, იმიტომ რომ ძალიან უხერხული მომენტია ეგ. გააჩნია რას მე მიწერა. მგონი ერთადერთი რესპონდენტია და სტუმარი. ვისაც არ ასეთი დამართია. პასუხი მომისკი. დედამიწაზე საჭმელი რომ აღარ არსებობდეს, რომელ მწერ შეჭამდი? ცოტა ხო. რავი ალბათ მატს. ხო. ისე ჭამე. ისე ჭამე. კი. არის ამდენი საჭმელი და მაინც ჭამენ. რომელ მულტფილმის პერსონაჟთან ისურვებდი შეხვედრას? ორჩხული და მძინარეებზე თუ ნახავი რო არის, ორჩხულთან უფრო ჩემს ხასიათებში ჭრება. კი, აი, მაგასაც ესპარინგებოდი? რავი, ვისაც სპარინგის სურვილი აქვს, რაც არ მიხვავს უარი და საყვარელი კერძი. საყვარელი კერძი, მე როგორც ქართველი, ხინკალი. და ხაჭაპური. რა თქმა უნდა, გაითანხმები მაგაშიც. აი, რა გქონდეს საშუალება ღმერთთან შეხვედრის? პირველი რას ეტყოდი, ანას კითხავდი? ღმერთთან რომ მქონდეს დიალოგი, ვეტყოდი, რომ რადგან მამაჩემი არ არის ეხა ჩემს გვერდით, უფრო დიდი ხანი რო ყოფილიყო, ჩემს გვერდით და გაეტარებინა დრო. თუმცა ეხა ამ შენ წარმატებებს არწმუნებული ვარ, რომ ხედავს ამაყი და ძალიან ბედნიერი იქნებოდა და შენი მიზანიც ეგ უნდა იყოს, რომ ჩემი გამარჯვებები და მხოლოდ ერთ გამარჯვებას მოესწრო. პირველად რო გავდიოდი საერთოდ რინგზე და ძალიან მნიშვნელოვან ორგანიზაციაში მიწევდა ჯგუფი, მაგრამ მიხარია რომ მაინც მოესწრო და სიცოცხლეში მივანიჭე ეს ბედნიერება, რაც მას სურდა და ბოლომდე მივყვები იმ პირობას მართადებული, რომ ისე გავაკეთებ, რომ სოფლიოს გავასწრებ ჩემ თავს და ჩემი სახელი ყველგან იქნება და დარჩება ისტორიაში. აუცილებლად ეგრე იქნება. ამ პირობას შევასრულებ, რადგან არ უნდა დამიჯდეს. აუცილებლად უკვე ერთი საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგმული გაქვს და არ გაგიჭირდება. თან ამასაც და კი, უკვე 17 წლისაა და ამდენი წარმატება. ამ мотивაციით მიუხსოველი არ იქნება არაფერი. არაფერი. мотивация მამაჩემი, რომელიც ეს წარმატებისკენ მიბიძგებს და არ მაძლევს უფლებას, თუნდაც ჩემს გვერდით არა, მაგრამ მე მაინც გრძნობ, რომ გულით ჩემს გვერდით არის და ჩემ თავს არ მივცემ უფლებას, რომ ოდესღაც დავიცე და ის პირობა არ შევასრულო, რაც მაქვს მასთან დადებული. წარმატებებს გისურვებთ კი, ყველაფერში და დაცის სახელით, რა თქმა უნდა.